Კვირა უკვე საპროტესტო აქციები მიმდინარეობს ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის ქვეყნის მთავარი გამზირი არის გადაკეტილი. კიდევ ერთხელ რომ ვიტყვეთ, რა არის პროტესტის მთავარი მიზანი? დღეის მდგომარეობით წითელი ტერორი მოგვიწყო ეგრეთ წოდებულმა უკანონო ხელისუფლებამ რეპრესიების ტალღა დაიწყო 1937 წელია გარეთ 1921 წლის მერე სახელმწიფოებრიობა გააუქმეს მანამდე როდესაც უკანონოდ ევროკავშირს კურს გადაუხვიეს და ამავდროულად არჩევნები მოიტაცეს ახლა კი დაიწყეს ნადირობა მთელ ამ ადამიანებზე ვინც წარმოადგენს ხო საზოგადოებას ეს სრულიად უკანონო არის კონსტიტუციური ფარგლების გარეთ არის გასული დღევანდელი რეჟიმი პირდაპირ რუსული სპეცსამსახურები ახდენენ ამის კოორდინაციას და მათ შორის ინსტრუმენტია ამის რა თქმა უნდა პროპაგანდისტული მედია პოსტივი იმედი რუსთავი 2 და ხშირ შემთხვევაში საზოგადოების მაუწყებელი ამ ლოგიკაში აყვება და ამის მაგალითია აი ამ ამერიკის შეერთებულ შტატებზე რომ გაავრცელეთ პრაქტიკულად სრულ ინფორმაცია ამ ტრამპთან დაკავშირებული პიროვნების და ნარატივის სრულიად გასაგებია რომ ეხლა რაც ხდება ქვეყანაში ეს სახელმწიფოებრიობის საკითხი არის ჩვენ სახელმწიფოს კარგავთ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი არის გასული სახელმწიფოს კონსტიტუციის ფარგლებს გარეთ სამართალდამცავი სტრუქტურების სამართალდამღვრევად არის ქცეული 320 ადამიანი არის დაკავებული აქედან 250 ადამიანი არის ნაცემი და იცით რამდენი საქმე არის აღძრული ძალოვანი სტრუქტურების ძალადობის ფაქტზე 0 ეს არის სრულიად კანონის ფარგლებს გარეთ გასვლა ჩვენ დაუყოვნებლივ მოვითხოვთ ეხლავე შეწყვიტონ ძალადობა მოქალაქეებზე სრულიად მშვიდობიან აქციებზე გაათავისუფლონ ყველა ეს პოლიტპატიმარი და ახლავე დანიშნონ რიგგარეშე ახალი საპარლამენტო არჩევნები იმისთვის რომ განიმუხტოს მდგომარეობა არც მშვიდობა გვაქვს რასაც გვპირდებოდნენ სამოქალაქო ომი გამოაცხადეს და არც ევროპისკენ მივდივართ